შორი გაშინდება, როდეჯები გადასწორებულია. სანქტ-პეტერბურგის შენობას ხედავთ მარტო. არაფერი აღარ არსებობს. შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს ბუბასწყლის ხეობაში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად კურორტზე ღვარცოფი მოვარდა და დაიღუპა 33 ადამიანი. სტიქია დაახლოებით დღის 3 საათიდან დაიწყო. ტალახის მასამ თითქმის მთლიანად დაფარა კურორტი, წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. მაშველები ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა გამოიძახეს. ვერტმფრენის შოუში მომხდარიდან მხოლოდ 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა, რომელმაც სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანა. გამოძიება დაიწყო, თუმცა 2 წლის შემდეგაც გაურკვეველია, ვინ ან რომელი უწყებაა პასუხისმგებელი ტრაგედიაზე. კამჩატკაზე კრაშენინიკოვის ვულკანმა გაიღვიძა, კადრები ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ვულკანის გააქტიურება სავარაუდოდ ძლიერ მიწისძვრას მოჰყვა, რომელიც ნახევარკუნძულზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. მიწისძვრა რუსეთში დღესაც მოხდა. კურილიის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ღამით ვორონეჟის სამხედრო ობიექტები, სოჭის ნავთობბაზა, აეროპორტი და ქალაქის ერთ-ერთი რაიონი ადლები დაბომბეს. სოჭის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეაჩერა. ცეცხლი გაუჩნდა ნავთობპროდუქტების ზავს. ღამით სოჭში 20-ზე მეტი აფეთქება იყო. რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს, დაშავდა 7 ადამიანი, დაინგრა 3 საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა 12 საცხოვრებელი კორპუსი.